ვინ არის თქვენი აზრით ანტიქრისტე? ჩავატარე გამოკითხვა TikTok-ზე და ძალიან ბევრი კანდიდატურა დაასახელეს, თავმდაბლად, სხვათა შორის მოგზალებულად, არამტკიცებულებით ფორმაში. აი ეს არის. და ესე იგი ყველაზე მეტი რეიტინგით როგორც ანტიქრისტეს დაუგროვდა ილონ მასკს. დღეს როდესაც ესე იგი ყველა მისი სიტყვა და მისი საქმე და ყველა მისი მოქმედება ჯამში ფასდება ესეთი ავტოვანები, სინამდვილეში ხმათა უმრავლესობით ქართველმა ერმა ანტიქრისტად ილონ მასკი დამისახება. მე შემეკითხენ ესე იგი ამ TikTok-ზე რომ ჩავატარე გამოკითხვა, შენ ვისთვლი ნაო ანტიქრისტო და მე ვთვლი რომ ზელენსკი ამეთ. მოკლედ კომენტარებში მომწერეს რომ ძალიან დიდ პატივს გცემთო, თქვენი დიდი ხალხი გვაქვსო, მაგრამ ცდებითო და ჩვენი აზრითო. ჩვენი აზრით, თქვენი აზრი მცდარიაო, ხო და მე მაინცო საინტერესოა, ხო, დიალოგი გვაქვსო და შესაბამისად თქვენო რა ნიშნით ფიქრობთო რომ ანტიქრისტე ზელენსკი არისო და მე ვუპასუხე რომ ესე იგი ღვთისმშობლის სიყვარულით და სიძულვილით იზომება ჩემი აზრით ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ყველაზე დიდი სიძულვილი თავისი მოქმედებით, ხო, პეჩორის ლავრაში რაც გააკეთა ესე იგი ზელენსკიმ ამით უზომავდა შენდობას ვითხოვ თუ ის ნიშნები რაც წმინდა მამებმა ჩამოგვითვალა თუ არ ედრება მეთქი რა და მე ერთმა მკითხა რომ რატო დასვიო თქვა ეხლა ეს საკითხიო და სხვათა შორის სწორი შეკითხვა იყო 2022 წლის 8 ნოემბერს გაეროს ესე იგი სხდომაზე ეგვიპტეში გამოვიდა ინგლისის მეფე და თქვა რომ ესე იგი ის ერთადერთი რჩეული უმდიდრესი პიროვნება რომელმაც უნდა ჩაიბაროს და მართოს მსოფლიოს და აღარ იქნება ეს შფოთი და არეულობა ეს გენიოსიო ჩვენთან არის უბრალოდ მხოლოდ ჩვენ გაგვეცნო ის აქ არის ანუ ანტიქრისტე დაესწრო და ელიტას გაეცნო მხოლოდ შესაბამისად რა კონტექსტი იყო იქ საუბარში რომ ხალხს იმიტომ არ გაეცნო ამ ეტაპზე რომ ელიტა მისთვის მნიშვნელოვანი და ხალხიო ქრისტეს სხეულიაო რომლისგანაც უნდა გასუფთავდეს დედამიწაო რაოდენობა უნდა შემცირდეს და ბოლოს რატო წერ ახლა ამ ვიდეოს ესე იგი რჩეულნიც კი შეცდებიან აი როგორ მოვიხიბლეთ ილონ მასკით ხო იმიტომ რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა საიდან მოგვადგა ეს გველის ციცი გასაგებია რომ მისი რიტორიკა გვაწყობს ჩვენ რომ ეს პაწაწინა ქვეყანა გადარჩეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ილონ მასკი ანტიქრისტე რა თქმა უნდა არის მაგრამ რომელი ანტიქრისტე ანუ რომელი მხეცია სამი მხეციდან ვფიქრობ რომ ილონ მასკი არის ღვიდან ამომავალი მხეცის კუდი რომელიც ვარსკვლავების 1/13 ჩამოყრის ზეციდან აი თქვენი აზრით გამიზიარეთ მადლობა ყურადღებისათვის